ეს კაცი არის ალი ასლანი, ფერეიდნელი ქართველი, საქართველოს ნაკრების მეკარე არის ფუტსალში და აქ მოიგერია 2-2-ზე ბოლო წუთზე პენალტი და გადაარჩინა ჩვენი ნაკრები და ნახეთ როგორ ემოციებში არის დროშას კოცნის, ჩვენ გერბს კოცნის და ასე უყვარს საქართველოს და ასე უყვარს ყველა ფერეიდნელ ქართველს. საიდან აღმოჩნდნენ ახლა ფერეიდანში 1616 წლებში შაჰ-აბას პირველი კახეთ შემოესია და უნდოდა კახეთიდან კახელების აყრა და იქ თურქმანების ჩამოსახლება და დასახლება და გენოციდი სურდა კახეთის გადაშენება უნდოდა კახელების რა და 200,000 კაცამდე კახეთიდან და ჰერეთიდან წაიყვანა და გადაასახლა და დაასახლა ფერეიდანში რა და ის ადგილი ესეთი იყო რომ რაღაც მტერთან ახლოს იყო, ირანის საზღვრებთან ახლოს იყო, რომ იცოდა რომ ქართველები მებრძოლი ხალხი იყო და იქვე ჩაასახლა რა. წარმოვიდგინეთ 400 წელი გავიდა და ქართული ენა არ დავიწყებია. დღემდე ქართულად ლაპარაკობენ და საქართველოზე უძგერთ გული. აი ეს ხალხი უნდა ჩამოვასახლოთ. აი ამ ხალხთან უნდა გქონდეს კონტაქტი. აი ესენი არიან ჩვენი ძმები და ჩვენი დები. ეს ზუსტად არ მახსოვს ვინა თქო, მაგრამ ერთ-ერთი ფერეიდნელ ქართულს უთქვამს ესეთი რაღაცა რა, აქეთკენ გადმოსახლებს. მირჩევნიაო რომ ისე უკან დაუბრუნდეო და იქ ვიცხოვრო და იქ მეძახონ ქართველიო, ვიდრე აქ მეძახონ თათარიო რა. ეს ვიღაც ხეპრე ქართველებიც ხო არიან და შეიძლება იმან მიაძახა.